Ladies and gentlemen. Ამ ხელმოწერით სახელმწიფოსა და ფრანგულ კომპანია Group ADP-ის შორის პარტნიორობის ახალი ეტაპი დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და TAV Georgia შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა განვითარდება. გაიზრდება აეროპორტის გამტარუნარიანობა და მომსახურების ხარისხი, რისთვისაც Group ADP მომდევნო 5 წლის განმავლობაში 150 მილიონ ამერიკულ დოლარს დახარჯავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში ბუნებრივია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგცა შეასრულება ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები. დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს დაკავშირებადობა მსოფლიოს სამყარო ავიაჰაბებთან და კიდევ უფრო მეტად გამტკიცდეს ჩვენი ქვეყნის როლი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ საავიაციო სივრცეში. საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული 5 წლის განმავლობაში. განვითარების ეს ტემპი იძლევა იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო აქტიურად ვიზრუნოთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე. მომსახურების მაღალი ხარისხი ფრანგული კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტია. კომპანიის თავმჯდომარე პირობას დებს, რომ მილიონობით ინვესტიცია აეროპორტს ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. ეკონომიკის მინისტრი კი წარმატებული 2025 წლის შემდეგ კიდევ უფრო წარმატებულ 2026 წელს ელოდება. ინვესტიციის შედეგად არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. და არსებული 5 მილიონი მგზავრი გაიზრდება 10 მილიონ მგზავრამდე. ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად იზრდება მათ შორის თამდევი ინფრასტრუქტურა, მათ შორის როგორიც არის თვითმფრინავების სადგომი, რომელიც დღევანდელი დღის მდგომარეობით 58-ში ადგენს, თუმცა გაფართოვების შემდეგ ის 65-მდე გაიზრდება. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად იზრდება და უმჯობესდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პირობები, უშუალოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისაღების შემოსავლების სახით 3-ჯერ გაიზრდება იმასთან შედარებით, რაც დღეს არსებული ხელშეკრულებით არის. წარსული წარმატების საფუძველზე ჩვენ თბილისის აეროპორტს გავხდით უფრო დიდს, რათა მეტი მგზავრის მომსახურება მოახერხოს და ბრწყინვალე იყოს მომსახურების ხარისხი. ინფრასტრუქტურის მიღმა წარმატებით ვახერხებთ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ქვეყნის ავიაციის სექტორში. სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემებისა და ინდექსების მიხედვით ჩვენ საუკეთესო აეროპორტებს შორისაც მოვიხსენიებით თბილისშიც და ბათუმშიც. ეს ჩვენი ძალისხმევის ძალიან წარმატებული მაგალითია. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვმართავთ აეროპორტებს და ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას იამაყოთ იმით, რაც საქართველოში კეთდება სამოქალაქო ავიაციის სფეროში. ჩვენ საკუთარი წვლილი შეგვაქვს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი სიამაყის საფუძველია, რომ ახალი თავი იწერება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგალითზე. დარწმუნებული ვარ, მომავალში მეტი წარმატება და საეტაპო მოვლენა გვექნება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის. გაიზრდება თვითმფრინავების სადგომების რაოდენობაც და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი. ეს ყველაფერი კი მგზავრებისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს შექმნის. წლის წრებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მიიღებს დაახლოებით 25 მილიონი დოლარის შენატანს აეროპორტების გაერთიანების ბიუჯეტში. ასევე აღნიშნული ხელშეკრულებით TAV საქართველო მიიღებს მონაწილეობას ავიაკომპანიების წახალისების, მარკეტინგული წახალისების სქემებში, იმისათვის რომ მოვიზიდოთ დამატებითი ავიაკომპანიები და შესაბამისად შევასრულოთ დამატებითი პირდაპირი ფრენები. ეს ინვესტიცია ითვალისწინებს როგორც ტერმინალის რენოვაციას, ასევე ითვალისწინებს დამატებით ინფრასტრუქტურას, ბიზნეს მგზავრებისთვის და ბიზნეს სერვისებისთვის აბსოლუტურად ახალი სივრცე იქნება, 3-ჯერ უფრო დიდი ვიდრე დღეს გვაქვს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე კერძო ჩარტერებისთვის, იმ ადამიანებისთვის, იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც საკუთარი თვითმფრინავით გადაადგილდებიან. ხანგრძლივ პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ტერმინალის შიგნით სერვისები გაუმჯობესდება. მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, რომ სერვისი იყოს შესაბამისი. მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ავიაციისთვის. დღევანდელი დღით ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველო მყარად განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, სწორ მსვლელობას ავიაციო სექტორის განვითარებისთვის.
ფრანგული კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში იზრუნებს. 2031 წელს კი ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც წლიურად 20 მილიონ გზავს მოემსახურება.